სასამართლო ექსპერტი ადასტურებს, რომ დარტყმითი კონტაქტი არ ყოფილა, თუ რამე პატარა დაზიანება მიიღო, ეს მოხდა მხოლოდ იმის მიხედვით, რომ მან წამოკრა პალეთ ფეხი, რომ მე არანაირი ის მის წინაშე არ მიმიწვის დანაშაული. მე ვარ მართალი. მე მაგასაც მამაშვილურად ვექცეოდი. გაფრთხილებები ბევრი ქონდა, გაშვებულიც იყო სამსახურიდან. მოვიდა მხოვა შევიცოდე, დავაბრუნე და იმის გამოვიდა ისე, რომ გარასამსახურის დასაბრუნებლად მოვიდა. არა, უკვე მაგას ქონდა წინასწარ უკვე ეს დაგეგმილი, რომ შურის ძიება და მოეხდინა ჩვენზე და ჩვენი ფირმა ეს 25 თანამშრომელი დაეტოვებინა უმუშევარი. იმ შემთხვევაში თუ რეზო რაზმაძემ მართლაც ორჯერ დაარტყა თავის არეში გვანცა ქველაძეს, აღნიშნული ქმედება გარდაულად გამოიწვევდა სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს. ასეთ ვითარებაში დაზარალებულს არა მხოლოდ მსუბუქი ხასიათის დაზიანება, არამედ მინიმუმ ტვინის შერყევა ექნებოდა მიღებული. მით უმეტეს, რომ რაზმაძე 115 კილოგრამიანი მამაკაცია, რომლის მიერ ორჯერ ხელით თავის არეში დარტყმა ფიზიკურად სუსტ ქალბატონს არა მხოლოდ სერიოზულ ტკივილს მიაყენებდა, არამედ ადგილიდან მოწყვეტდა და მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებებს გამოიწვევდა. ბუნებრივია, რომ მსგავსი ძალის მიერი ზემოქმედება იწვევს მინიმუმ ტვინის შერყევას, ხოლო ხშირ შემთხვევაში უფრო მძიმე თავის ტვინის ტრავმებს. რეზო რაზმაძის უდანაშაულობა დადასტურებულია უამრავი ექსპერტიზით, რომელიც დევს საქმეში, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ არანაირი დარტყმითი კონტაქტი არ მიუყენებია რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძისთვის. აპელირება იმაზე, რომ თითქოს მან რეზო რაზმაძემ სამჯერ დაარტყა გვანცა ქველაძეს თავის არეში, ერთხელ ხელის არეში. ეს ყველაფერი ამ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, როდესაც მხარე ამბობს, რომ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული თავის არეში. თუ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული, აუცილებლად რაღაც გარკვეული დაზიანება იქნებოდა დაფიქსირებული. რაც არანაირად არ მოხდა ამის დაფიქსირება, რაც მიანიშნებს მხარის მიერ ცრუგი და არასწორი ინფორმაციის მიწევდებას გამოძიებისათვის. როგორც სასამართლომ, როდესაც იზიარებს ამ ჩვენებას და ბრალის ფორმულირებას იმგვარად, რომ სამჯერ დაარტყა თავის არეში და დაზიანება არ არის დაფიქსირებული, ეს ხო თავდაყირა აყენებს ყველა იმ პოზიციას, რომელიც გვანცა ქველაძემ დააფიქსირა. ჩავატარეთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დააფიქსირა ის, რომ ის დაზიანება, რომელიც მიყენებულია ფეხთან, ჩანს საქმეში ფეხი წამოკრა ამ ადამიანმა პალეთს და ფეხის წამოკრის შედეგად მოხდა დაზიანების მიყენება. ჩვენ ვიღებთ რა სურათს, რომ დარტყმითი კონტაქტები არ დაფიქსირებულა, არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია რეზო რაზმაძეს. ამასთან დაფიქსირდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომ დაზიანება, რომელიც მიადგა მხარეს, ეს არის წაქცევის შედეგად, რომელიც თვითონ წაიქცა და სხვას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ წაქცევაში. ასევე მოწმეთა ჩვენებებით არის დაფიქსირებული ის, რომ დარტყმითი კონტაქტი არ მიუყენებია რეზო რაზმაძეს.